კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი განაგზობს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის ღამის სტუდიას, მე ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ვარ. ახლოვდება თარწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების დღე და სრულიად ბუნებრივია, ძალიან დიდია ინტერესი, საზოგადოების ინტერესი თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლე საქართველოს პარლამენტში. ძალიან ბევრი კანდიდატი დასახელდა, ძალიან ცნობილიც და პოლიტიკური აქტიურობით გამორჩეული ადამიანი. ასევე ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკურ აქტივობებში არ შეიმჩნეოდნენ, თუმცა საზოგადოებაში აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ბატონი იოსებ კობერიძე, ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი, თარწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. საღამო მშვიდობისა, ბატონი იოსებ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გასაგებია, რომ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი ხართ და ამ სამყაროში ძალიან კარგად გიცნობენ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოშიც, მაგრამ პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდით, მე მგონი პოლიტიკური პარტიის წევრიც არ ხართ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. რამ გადაგაწყვეტინათ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამ პერიოდში, რაც უკვე გაიარეთ როგორც დარეგისტრირებულმა კანდიდატმა, რა შანსები გაქვთ, როგორ უყურებთ თქვენს შანსებს, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებში? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებლებს, მთელ საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს ეთერში. რამ გადამაწყვეტინა, ცოტა ვრცელი თემაა, შევეცდები მოკლედ. ხო, თქვენ პოლიტიკოსი გახდებით, თუ კი თქვათ გადაწყვეტენ თარწმინდელები, თქვენ იყოთ მათი დეპუტატი. თუ კი არ გავხდები. ხო, ნუ ეს ხო, ომში მიდიან მოსაგებად, ხო, წასაგებად. გამარჯვებით. დიახ. იგივე იყო რინგზე გადიხარ, მოსაგებად გადიხარ, ხო, აბა წასაგებად ხო არ გადიხარ. ხო და რამ გადამაწყვეტინა, ხა ამათი შემყურე, ამათში გულისხმობ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ძალიან ბევრს, ყველას არა, მაგრამ დიდ ნაწილს. ამათი შემყურე ცოტა არ იყოს გავბრაზდი, მე ხა წარმოშობით რაჭული გვარი მაქვს რა და ნუ ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს. ხო და გავბრაზდი რა, ნუ უმსგავსოთ იქცევიან და ქვეყნის მართვაზე ხო საერთოდ არა ლაპარაკი. ეს პარტია, ის პარტია თუ ვინც გინდა რა. ნუ საბოლოო ჯამში პოლიტიკას, მაინც პოლიტიკური პარტიები განსაზღვრავენ. ისინი არ ვინც არიან განსაზღვრავენ პარლამენტში და ისინი ვინც არიან პარლამენტში. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიები მხოლოდ არ უნდა განსაზღვროდნენ. პოლიტიკური პარტია რანაირად განსაზღვროს? ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ხო, ესე თუ ის პარტია თუ უპარტიო კანდიდატი. ხალხი განსაზღვრავს, ხო, ყველაფერს და ხალხი განსაზღვრავს მხარდაჭერას. დიახ. კი ბატონო. დიახ. და მე ესენი მომბეზრდნენ სულ ყველა, აი ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში, მერე მესამე პარტიაში, მერე მე-1000 პარტიაში, მერე დაბრუნდებიან, მერე განულა ეს ჩემთვის მიუღებელი არის და რაღაც დიდაქტიკური ტონით გელაპარაკებიან, არაფერს არ აკეთებენ. ჩემი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანა უნდა მიდიოდეს წინ. ეხლა მარტო ფურცელზე და ქაღალდზე არა, რეალურად ყველამ უნდა იგრძნოს, ხო? ახლა რაღაც მონაცემებს გვიფრიალებენ, ამდენ ლარად უნდა იცხოვრო, იმდენ ლარად. ეს ყველაფერი უხეშად რო ვთქვათ, ამომივიდა ყელში და შეიძლება ითქვას გავბრაზდი და უნდა შევიდე პარლამენტში და ეს სიტუაცია ცოტა უნდა გამოკეთდეს. რა ხალხს მინდა დავანახო თავისი ძალა, ხალხის ძალა. მე ხა არც პოლიტიკური პარტია მიდგას, რომელიმე მხარდაჭერი არ ამყავს პოლიტიკოსები. არც ფინანსები მით უმეტეს. ხალხმა უნდა დავანახოთ, რომ არ არის მარტო ერთი და მეორე, არსებობს უპარტიო, წესიერი, დაალაგებული ხალხი. სულ ეს არის რა. და არსებობს რაღაც პერსპექტივა, რომ თლად ჭაობში, მაგრამ თქვენ იქ მაინც პოლიტიკოსებთან მოგიწევთ ურთიერთობა. დიახ. და სრულიად ბუნებრივია, იქნება იქ დებატებიც, ნუ იქნება ალბათ მუშტიკრივიც, არ ამგონია ვინმე მაგისტრის არ შეგვივა. გარისკოს და თქვენ მუშტიკრივში გამოგყვეთ, ან ამისი პროვოცირების სურვილი გაუჩნდეს. ყოველ შემთხვევაში 100%-იანი დამარცხებული იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა პარლამენტშია, მაგრამ და ამას არ გულისხმობს სრულიად ბუნებრივია, იქ ორთაბრძოლებისთვის არ მიდიხართ.
იქ უნდა რაღაცა კონკრეტული წინადადებები გქონდეთ. რა არის თქვენი წინადადებები, რაც ქვეყნის თქვათ ეკონომიკურ მდგომარეობას ან პოლიტიკურ მდგომარეობას მეტნაკლებად გამოასწორებს? ბატონო ბონდო, სანამ კითხვას უპასუხებდე, მე თქვენი თხოვნა გავითვალისწინე, როცა დამპატიჟეთ აქ და ერთი წუთით. კრივის ხელთათმანებით მოხვედით, ხო? თქვენ თხოვეთ, რომ კრივის ხელთათმანები მოიტანეო და აგერ რამდენიმე ვარიანტი მოვიტანე. მე ვიხუმრე, როდესაც მოგწერეთ კრივის ხელთათმანებით წამოიღებთ კი და თქვენ მართლა მოიტანეთ სტუდიაში. აგერ სამი წყვილი ხელთათმანი მოვიტანე რა და რომელიც მოგერგებათ და მე მოვირგო, ხო? თქო უნდა და ნახეთ რა. ესე როგორია ხელთათმანებით ბრძოლა, ხო? ხელთათმანებით გადაცემის წაყვანა. ხო, სიტყვაა რა. ხო. ეს კარგია. მაგრამ ამ შემთხვევაში რესპონდენტად თქვენ არ უნდა მყავდეთ მე, იმიტომ რომ მე ამ ხელთათმანებით ვიკრებით უხელთათმანოთ ყველა შემთხვევაში დავზარალდები. თქვენთან რო ასე თქვა სპარინგ პარტნიორობა გაგიწიოთ. მადლობა დიდი რომ ეს ხელთათმანები მოიტანეთ ჩვენი გადაცემას ცოტა ასე თქვა სიმბოლურიც არის თქვენთან საუბრის დროს რომ ჩვენს გადაცემაში ასეთი ხელთათმანებით წარსდეგით მაყურებლის წინაშე, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც თქვენი აზრით უპირველესად არის აუცილებელი. პირველ რიგში ახლა რა თქმა უნდა ახლა მე კიდე ჩხუბი მინდა, იმდენი ბრძოლები მაქვს ოფიციალურად ჩატარებული. თქვენ არა, იმას კიდე თქვენთან ჩხუბი უნდა, თუდად არის საქმე. ჩემთვის მიუღებელი არის ყველაფერი, ახლა ჯერ ერთმანეთს როგორ მიმართავენ ესა თუ ის პოზიცია, ოპოზიცია რაღაცას ეძველ ბიჭებიან და ბიჭო და რაღაცებს ეუბნევიან ეკრანის წინ. ეკრანის წინ. შემდეგ არაფერი არ ხდება. ხალხის რჩეული ხარ, ჯერ რანაირად ესაუბრები კოლეგას, უყვირიან, უწივიან ერთმანეთს, ეს რა ხალხი არის საერთოდ, ვინ აერჩია, რატო აერჩია. ეგ კიდე სხვა თემაა, რომ პროპორციული სიით რომ ეშელონად რომ მიყვება ვიღაც გავარკვეული რაოდენობის ხალხი და საერთოდ რო წარმოდგენა ვინ არის, რაზე აირჩიე. აი ხა არის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები და ძალიან პროპორციული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში თქვა თქვენ და თქვენაირად სხვა ადამიანებსაც არ ექნებათ საშუალება, რომ პარტიების გარეშე მოხვდნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე მიმაჩნია, რომ ეს არანაირად არ არის სწორი საქციელი, იმიტომ რომ ხმა უნდა მისცე პიროვნებას, კონკრეტულ ადამიანს და არა რაღაცა აბსტრაქტულ იდეას, რაღაცა ყველა რაღაც ლოზუნგებს იძახის ნათელი მომავალი და ასე შემდეგ. გასაგებია, ხო? მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა რო თუ უნდა გაუქმდეს, მთლიანად მაჟორიტარული სისტემა უნდა იყოს. კონკრეტულად ადამიანი უნდა აერჩიო და კონკრეტულ იმ ადამიანს უნდა მოსთხოვო პასუხი თუ მადლობა გადაუხადო და ასე თქვენ რატომ უნდა აგირჩიოთ? ჯერ ერთი თქვა პოლიტიკური პროცესი ყველა შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების მიერ იქნება, ხო? პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის გარეშე კანონმდებლობა არ მიიღება. იგივე ის ადამიანები, რომლებიც თქვა მაჟორიტარული წესით იყრიან, თქვენ ალბათ გულისხმობთ, არა, თქვენ ბრძანეთ უკვე რომ მხოლოდ მაჟორიტარული უნდა იყოს, ესე იგი ორპალატიანი პარლამენტიც არ უნდა იყოს. პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ უნდა იყოს. შეიძლება. არა, რატო იყოს პარტიები, მაგალითად ეხლა იოსებ კობერიძე უპარტიო. ასევე სხვები არიან ამ პარტიის წარმომადგენლები. მორჩა და ვინც გინდათ აერჩიეთ რა, თან ეხლა 1-5 პარტიაში ნამყოფები კი არიან. კი, ნუ არის ასეთ საქართველოში ბევრია რამდენიმე პარტია გამოცვლილი ადამიანი. მე საერთოდ აი იმ დღესაც კამათობდით და ვიხილავდით მაგ თემას. ერთი პარტიიდან რო წავა ადამიანი, საერთოდ არ უნდა მიიღო მეორე პარტიაში რა, ესე ვთქვათ, ქალიშვილობის დაკარგვასავით უნდა იყოს. გახადეს რა ეს პუზანოვის კლინიკა თუ რა არის ეხა ამ პარტიაში, იმ პარტიაში, არა ეხა იქ შევწდი მე ეხა ამ პარტიაში არ შეიძლება ეგრევე. წამოხვედი პარტიიდან, ყოველ შემთხვევაში 1-5-10 წელი მაინც არ უნდა შეიძლებოდეს რამე პარტიაში. ყოველ შემთხვევაში ეს სწრაფად ადამიანების სოფხედელობას არ უნდა იცვლიდნენ. თუ არის მემარჯვენე, რაღაც პერიოდი მემარჯვენეთ უნდა დარჩეს და არა უცბად არ უნდა გახდეს მემარცხენე. მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, თავისი პოზიცია. თქვენი შესვლით პარლამენტში ეხლა შუალედური არჩევნებია, ფაქტობრივად
წელიწად ნახევარი დარჩება ახალ არჩევნებამდე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რისი შეცვლა იქნება შესაძლებელი? რას გააკეთებთ იგივე თქვა თქვენი საარჩევნო უბნისთვის, ოლქისთვის, რასაც თაწმინდის საარჩევნო ოლქი ქვია. ჩემი იქ შესვლით პირველ რიგში ხალხში შეიცვლება დამოკიდებულება აი ამ ცხოვრების მიმართ. მე მგონი რაღაც ნათელწერტილს დაინახავენ, რომ აი თურმე არაპოლიტიკური არც ერთი პარტიის წევრი და უფულო ადამიანი შეიძლება რომ გახდეს ხალხის რჩეული. აი ეს არის მთავარი გზავნილი. მე ხა არც პროგრამა მაქვს. ჩემი პროგრამა არის არა მაქვს პროგრამა. რა პროგრამა უნდა გქონდეს? ეხლა ერთი წლით შედიხარ პარლამენტში, რა პროგრამა უნდა? ეს სულ ყველაფერი. მაგრამ რატომ არიჩიო თაწმინდელებმა? მხოლოდ იმიტომ რომ აჩვენონ რომ თქვა უფულოთაც შეიძლება ადამიანმა გაიმარჯვოს? მაგიტომაც ასევე კიდევ იმიტომ უნდა ამირჩიონ, რომ ესე ვთქვათ, ყვითელი ბარათი უნდა ანახო აი ამ სისტემას წითელი თუ არა. ყვითელი ბარათი უნდა დაანახო, რომ კარგით რა ხალხმა ხა რაღაცა დაგიდებენ, ეს კარგია, ის ცუდია, მორჩა. სხვა არ არსებობს, ეგრე არ არის. ეგრე არ არის, მილიონი კარგი ადამიანია და ადრეც კარგ საქმეებს აკეთებდნენ და ეხლაც კარგ საქმეებს აკეთებენ. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას მიღებას. ეხლა მეც მეუბნევიან რა, რომ რა გინდა პოლიტიკაში, რატომ მიდიხარ და ბანდ ისეთი ბინძურია, თუ არ მივალ, სულ ეგეთი სიფინძურე იქნება, ხო? თქო, ჩემნაირი კაცი თუ იქ თუ არ შევა, თან ბევრი უნდა შევიდეს ესეთი, იქნება სიბინძურე. სულ ესე იქნება და აფერი არ გაკეთდება რა. ახლა არც მე ვარ რაღაც წმინდანი, მაგრამ მაგათთან შედარებით მე მგონი მაგრამ ადამიანი როგორი თქვა დამოუკიდებელიც უნდა იყოს, თქვა იგივე პარლამენტში, ხო, ნებისმიერ შემთხვევაში მას აქვს რაღაცა მსოფლმხედველობა, ხო? რომელიღაც პარტიის მოსაზრებებს, მსოფლმხედველობას მეტად ემხრობა, რომელიღაცას ნაკლებად, რომელიღაცას საერთოდ არ ემხრობა. არის თუ არა საქართველოში თქვა პოლიტიკური პარტია, რომელთანაც თქვენ თემატურად მაინც მოახერხებთ თანამშრომლობას რაღაც კონკრეტულ საკითხებზე პარლამენტში? სხვადასხვა პარტიებში და საერთოდ მთელ საქართველოში და მსოფლიოში ყველგან მყავს ბევრი მეგობრები. აი ამ ჩემი პარტიული მეგობრებისთვისაც მithქვია, რომ მე პარტია როგორც ასეთი საერთოდ არ მომწონს რა, იმიტომ რომ მე როგორც ფიქრობ, ეგრე აფიქრობს დიდი ნაწილი და მე მაინც უნდა დავეთანხმო, ხო? მე ასე მიმაჩნია რა და ახლა თქვენ რაც ვკითხეთ, რომელს ემთხვევა ჩემი რაღაც მსოფლმხედველობა, პირიქით ვიტყოდი რა, ჩემ მსოფლმხედველობას რომელი პარტიის მსოფლმხედველობაც თანხმედრაში იქნება, იმასთან რაღაც საკითხში ვითანამშრომლებ. ანუ რაშიც დაეთანხმებით, იმაში თანამშრომლობთ, რაშიც არ დაეთანხმებით, იმაში თანამშრომლობა არ გამოვა. გასაგებია რომ თქვენ არ გინდათ პარტიულ ასე ვთქვათ ჩარჩოებში მოქცევა, მაგრამ პარლამენტი მაინც გულისხმობს რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს. რასაც გულისხმობს, ეს არ არის აბსოლუტური ასე ვთქვათ თავისუფლება, პოლიტიკა მოდი ასე ვთქვათ, თამაშის წესები აქვს. აი თქვენ თუ შეგიდარებიათ ვთქვათ პარლამენტი, პოლიტიკური რინგი იმ რინგისთვის, რომელშიც თქვენ ასე ვთქვათ თავისუფლად გრძნობთ თავს და არა მხოლოდ თქვენ თვითონ მიაღწიეთ დიდ წარმატებას, არამედ თქვენმა მოსწავლეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. აი როგორ შეგვიძლია შევადაროთ ეს წესების დაცვა, რამდენად არის მოსახერხებელი ვთქვათ იმ წესების დაცვა, რისი დაცვაც აუცილებელი არის რინგზე, რამდენად არის მოსახერხებელი პოლიტიკურ რინგზე. ჯერ დავასრულებ წინა შეკითხვას, აი მაინც და მაინც პარტიებს რო ვიძახით, რომ მაინც და მაინც პარტია არა. აი ნათელი მაგალითი ჩვენ პრეზიდენტი ქალბატონი არც ერთი პარტიის წევრი არ იყო, გახდა დეპუტატი, შემდეგ გახდა პარტიის ხარდაჭერით. ხარდაჭერა ერთია, ხარდაჭერა ერთია. ეხლა შეიძლება მე რაღაც პარტიას მოვეწონო და თქვა რომ რა კარგად ლაპარაკობსო და რაღაც თანხმედრა არის იდეებშიო და აი კობერიძეს ჩვენ დაუჭერთ ხო კი ბატონო ისინი დამიჭერენ მე მხარს და არა მე იმ პარტიას. ანუ თქვენ მოუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს ხარდაჭერისკენ და არ სთავაზობთ თქვენს ხარდაჭერას. არა. ხარდაჭერისკენაც მოუწოდებ და ყველანაირად მხარში უნდა დამიდგენ ფინანსებითაც და ყველაფრით. ეხლა რაღაც აფიშები მაქვს, გასაკრავი იქ
რაღაცები და პლაკატები. ამდენი ფული არიციან საწაიღო ჩამირიცხონ პლაკატებს და ყველანაირად მხარში უნდა და პლაკატები გაქვს დღესაკრავი და ფლაიერები დასარიგებელი. რა თქმა უნდა აი რინგთან დაკავშირებით მიპასუხეთ რა. ტელეეთერი თქვა დევნეთ ხალხი სრულად ბუნებრივია. პარლამენტში დებატებს თუ არა კორექტულ ასე ვთქვათ ურთიერთობებს, არა საპარლამენტო ურთიერთობებს. რამდენად არის ახლოს პოლიტიკური რინგი იმ რინგთან, რომელსაც თქვენ გიწამატებს მიაღწიეთ? აი ორთაბრძოლებშიც და აი ამ პარლამენტშიც არიან ბინძური მოჩხუბრები თუ მონაწილეები? არასწორად მოჩხუბრები. დიახ, ბინძური, ასევე ვთქვათ, როგორც სპორტში, ფეხბურთში, სადაც გინდა. ზოგი ბინძურად თამაშობს. ზოგი არ არკვევს წესებს. ახლა მე მაგალითად ისიც შემიძლია ვიამაყო რაღაც ჩემპიონობის მიღწევების გარდა, რომ მინიმალური მაქვს ეს ჯარიმები და გაფრთხილებები აღებული რინგზე და ტატამზე რა. ამითიც გამოურჩიოდი ვთქვათ სპორტში, რომ იშვიათად რა რაღაც შემთხვევით თუ რაღაც არ ვარღვევდი წესებს. შემთხვევები ხდება ეგ არ არის. არ ვარღვევდი წესებს, ახლა როცა არ შეიძლება, რა ქვია, რა ვიცი, მე კბენა არ უნდა უკბინო, ხო? და თვალის ამოთხარ, როცა არ უნდა ამოთხარო, მაგრამ ესენი ეს რინგზე, მაგრამ ჩვენ პარლამენტში ვახსოვს იგივე ფამიკი რაგამ წააგდებინა პეტრე ცისკარიშვილმა დავით საგანელიძეს კასტეტი ჩასხო. ნუ ეს აი ამას მე მგონი ბატონოსო არც ერთი სპორტსმენი ამას არ იკადრებს. იმიტომ რომ ჩხუბშიც კი, ვთქვათ, ქუჩაში რომ მოგიწიოს თავის დაცვა და არა ვთქვათ ვიღაცის გალახვა სპეციალურად. იქაც უკვე იცი რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ისეთი დაზიანება არ უნდა მიაყენო, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა ხანგრძლივად დაუზიაროს. მაგრამ ეს პოლიტიკოსები ეგრე არაზროვნებენ. ესენი ამათთან მოსულა ფიგურალურად რო ვთქვა, წელს ქვემოთ ამორტყმა და რავი, თვალის ამოთხრა და აი ეგეთი აკრძალული ილეთები ამათთან მოსულა რა. ესენი თვითონ ეგრე თვლიან. ხო და რა მოსულა და რა არ მოსულა, ახლა ჩანს და ხალხი ხედავს. ეს რაც თქვა წესების გარეშე ასე თქვა ბინძურად და ასპარეზობა რინგზე ისჯება და ალბათ პოლიტიკაშიც ისჯება, როცა ამორჩეველი იღებს მე გადაწყვეტილებას ის ადამიანის შემდგომში. სამწუხაროდ არ ისჯება ჩვენს რეალობაში. სამწუხაროდ არ ისჯება. ახლა რომელი დეპუტატი გინახიათ უკან გამოწვეული, ან გადაყენებული, ან გადმოყენებული არ ისჯება. და ეს უნდა შეიცვალოს. გამოწვევის მომხრე ხარ დეპუტატების ეს. რა თქმა უნდა. რა შემთხვევაში? ნებისმიერ შემთხვევაში არაფერს არ პირდებით. ამორჩეველს უნდა აგირჩიონ, იმიტომ რომ დაუმტკიცონ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პარტიას და ყველას, რომ შესაძლებელია ადამიანი არ იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, შესაძლებელია ადამიანს არ ქონდეს ფული იმისთვის, რომ პოლიტიკური ასე ვთქვათ, კამპანია აწარმოოს ან ამორჩევლები მოისყიდოს და თაწმინდელებმა ამისი მაგალითი უნდა აჩვენონ თქვენი არჩევით პარლამენტში, ხო? და თქვენ ესე იგი არაფერს არ პირდებით თაწმინდელებს. არა, აბსოლუტურად არაფერს. რამე რო შევპირდე, იქნება ტყუილი. შეიძლება მოხდეს. თქვენ ხო შეგეძლება თქვა. სულად თუ მოიქცე. არასოდეს არა, უმოქმედობაც ეხა უბრალოდ რომ იჯდე და ეხა რახან ფულს არიპარა, უკვე კარგი კაცი ხარ, ეგ არასწორია. იქ წევრი რო ხარ პარლამენტის თუ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურის უნდა იშრომო და რაღაცა უნდა შექმნა ქვეყნისთვის. ეხლა მე მაგალითად ჩემი დევიზი არის, ესე ვთქვათ, სლოგანი არის ჯანსაღი მომავალი. ეს არის ჩემი ანუ სპორტის კომიტეტში იაქტიურებთ. რა თქმა უნდა, ეგეც იქნება და ტელევიზიებთან დაკავშირებით მაგ რაღაც ძალიან საინტერესო წინადადებები შეთავაზა. ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებით და პროპაგანდასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნუ იქ რაღაც გადაცემებია, რაღაცებია დალაგებული გვაქვს. პირველ რიგში სახელმწიფო არხთან უნდა ვითანამშრომლო, თუ ამის სურვილი ექნებათ. საინტერესო პროექტები არის და ეს უკვე მე მგონი ქვეყნისთვის წინადადგმული ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ პროპაგანდას დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ეხლა მაგალითად რა ვიცი, ვინ გითხრა, ვიღაც დომინიკ მანგუები და ვიღაცები იციან, გაიგე ხალხმა და ეს პოპულარულები არიან. ხო და ვთქვათ 3 გზის, 10 გზის და 5 გზის ჩემპიონები, მაგარი ბიჭები და მაგარი გოგოები წარმოდგენა არ აქვთ ხალ ვინ არის. მაგალითად შემთხვევით არაორდინალურ სიტუაციაში არ გადააწყდა. ხო, ახლა მაგალითად ახლა ის რა ვიცი რა ის ლამაზი გოგო კი არ არის, რომელსაც შეიძლება ასე ვთქვათ, არასწორად დაელაპარაკო
ის ლამაზმა გოგომ შეიძლება ისე სწორად მოგამტრიოს ცვირპირი, რომ მე მივხვდე, რომ სინამდვილეში სხვანაირად მოქცევა იყოს საჭირო იმასთან. ამ დროს გაიცნო საზოგადოება. ეს არის პროპაგანდა, უნდა იყოს, რომ მაგალითი უნდა იყოს, ეს სახელოვანი და პერსპექტიული სპორტსმენი, ხო? უნდა იყოს მაგალითი, ახალგაზრდობისთვის, ასევე დიდი თაობებისთვისაც. უნდა გაავარს შექმნა ვარსკვლავები და ეს უნდა იყოს იმისთვის მისაბაძი და არა გეკნება გაქვთ შესაძლებლობა რომ თქვენი ფედერაცია როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ისე გააცნო თქვენი ორთაბრძოლების ფედერაცია და მის წარმატებები ჩვენს მაყურებლებს. ასე თუ ისე მიცნობენ, რა ვიცი. თქვენ გიცნობენ პირადად, მაგრამ ახალგაზრდებს ხო არა? აი რომელ ასე ვთქვათ ორთაბრძოლებში მონაწილეობთ, სად გაიმართა ჩემპიონატი, სად მიაღწიეს წარმატება? ჩვენ ახლა ამ წუთას ბოლო აწლეულები არის ყველაზე პოპულარული ორთაბრძოლებიდან არის ეგრეთ წოდებული შერეული ორთაბრძოლები. დიახ. ამის წარმომადგენელი ვარ. ბევრი ფედერაციებია საერთოდ, ვისაც რო პარტიებივით რა, ვისაც არეზარება ყველას რაღაც პარტია აქვს ჩამოყალიბებული, აქაც ეგრე არის. ანუ თავარია საქმეს ვინაკეთებს, ხო? მოღვაწეობ ამ სფეროში, მე თვითონ უკვე აღარ ჩხუბობ ასაკის გამო. საჯიდან მწუთნელი ხართ. დიახ. სამწუთნელო მოღვაწეობას ვეწევი, ხელმძღვანელი ვარ. საკუთარი მსოფლიო ჩემპიონობის გარდა მქონდა პრაქტიკაში რომ აღზარდე მოსწავლეც მსოფლიოს ჩემპიონი სამწუხაროდ გარდაიცვალა ის ბიჭი. რა ვიცი, ეს ჩემი მხრიდან ვცდილობ რომ ჯანსაღი თაობა აღზარდო და იქ მარტო ვარჯიში არა, იქ რაღაცებს მეკითხებიან ბიჭები, აღზრდობით სამუშაოც მიდის რა. და ეს ყველაფერი მარტო მე კი არა, მილიონი კლუბებია იქ კარატეს, კიკბოქსინგის, ჭიდაობის, ახლა მაინც და მაინც ორთაბრძოლებზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ მე მაგის წარმომადგენელი. გინდა ფრენბურთი, რაც გინდა იყოს, მილიონი კარგი პერსპექტიული ხალხი არიან და ეს არ შუქდება არანაირად რა. არ შუქდება და ისევ უბრუნდებიან რაღაც ჭორიკნულ დონეზე. ახლა მაინც და მაინც იმ კარატისტმა ვიღაც სოფლიო ჩემპიონი რამდენიმე ყავს ბევრი და ახლა თუ წაისვა პომადა და კაცმა და თუ რაღაცა მაშინ დაუზახებენ ხო იმ რაღაც შოუში და ისე კაცი შვილმა არ იცის ვინ რისი ჩემპიონია რა რატო უნდა მიბაძო და ასე შემდეგ რა გმირი არ აყავთ ახალგაზრდობას გმირი არ აყავს რომ მისაბაძი რომ აი ეს რა კარგი ფეხბურთელია აი ეს რა კარგი მოკრივია შვენიერი სპორტსმენები ყავს, მაგრამ არ ანახებენ არსად. ეხლა მაგალითად ერთი ფეხბურთელი მთელმა ქვეყანამ ისის, რა თქმა უნდა, ის დედაქალაქის მერია ეხლა. ხო, ძალიან კარგი, ძალიან ფეხბურთელებს უფრო იცნობენ, მაგრამ ერთ-ერთი ფეხბურთელი მთელი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სალაპარაკო გახდა, ნეგატიურად თუ პოზიტიურად, ვთქვათ, იგივე კაშია, რომელმაც სამკლაური გაიკეთა. თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია თავისთავად, კაშია შვენიერი ფეხბურთელია, მართალია ეხლა ჩვენმა გუნდმა ჯეჯიობით ვერ დადო შედეგი, მაგრამ ნორმალური ფეხბურთელია თამაშობს და აი ეგეთი რაღაცეებით რაზე უნდა გახმაურდე ხა, ხო შეიძლება იქ რაღაც გოლს გაიტანენ, რაღაც კარგ იმას გააკეთებენ, ვიდეოები იდება. ხო, აი მაგითი უნდა გახდე, ხო პოპულარული და არა რაღაცა მიუღებელი. ეს საყოველთაო სენია ბატონო სოსო ეს არ არის მხოლოდ ვთქვათ საქართველოსის დამახასიათებელი. როგორ შეიძლება ამას ეს რო შეიცვალოს მხოლოდ სატელევიზიო პროპაგანდით თუ სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაც არის საჭირო რომ ვთქვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული კლუბების ხელშეწყობა, იქ ადამიანებმა გარკვეული გადასახადი არის ხო საჭირო ამ კატეგორიების ადამიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლებს ექნება თუ არა შესაძლებლობა ხო ზოგ სოციალური ბაზიდან რო იღებენ მე იგივე მოსწავლეთა სასახლეში ვეღარ ახერხებენ წრეზე სიაროს, იმიტომ რომ აღარ აფინანსებს უკვე მერია იმ ბავშვს რომლის ოჯახიც აღარ აი ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან მაგალითად ახლა მე არ ვეწევი, მაგრამ მთელი საქართველო ეწევა, ხო? მე აუქნა არასდროს არ ვეწევდი, ძალიან კარგი. აი მაგალითად ერთ დღეს დადგა სახელმწიფო და დილას გაგიძვირა სიგარეტი ძალიან. ეხლა მე არ ამწეველი ვარ, პენსიაში არ უნდა მადარდებდეს, მაგრამ ეხლა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. როგორც დეპუტატს უნდა გადამწყვეტი. პირდაპირ ჩაგიძვრა მოსახლეობას ჯიბეში. როდესაც არ გთავაზობს ალტერნატივას, რომ აგერ
ეს არის რაღაცა უფასო κλუბი არის, აგერ სპორტული დარბაზია, აგერ რაღაც შეღავათი ხელოვნების წრეა რაღაცა. აბონემენტს დაგიფინანსებ იქ რაღაც კარგად რო ივარჯიშო. აი ეს პროპაგანდა არ მის პირდაპირ ჯიბეში ჩაყოფა ხელის. და ხო უნდა იყოს ალტერნატივა, რომ იმას თვითონ უნდა მოუნდეს იმ სიგარეტის გადაგდება. ეხლა ჩემთან მოდიან ხო ახალი მოსწავლეები, წეველები არიან რამდენიმე ვარჯიშობენ თან სპეციალური მიდგომაცაა საჭირო არ ვავალდებულებ რომ მოწევ მეთქი რა მართლა და თვითონ ანებებენ რა თავს მე ხდებიან რომ იმისთვის რომ უფრო მეტი შეძლონ ხო ნუ ეს პროპაგანდაა ეს კონკრეტულად ჩემ კლუბში და ასევე სხვა კლუბებში ყველგან ჯანსაღი პროპაგანდა მაგრამ ეს ამას უნდა ქონდეს მასიური ხასიათი მასიური აი ეხლა მაგალითად რაღაც ევროპულმა ორგანიზაციამ რეკომენდაცია მისცა ჩვენს პირველ არხს რომ საეთერო დროის 10% თუ არ მეშლება 10% აუცილებლად უნდა დაეთმოს სპორტულ გადაცემებს აი ეგრე ამიხდეს ყველაფერი ისე გამიხარდა ჩემს მიზნებს ერთ-ერთი საერთაშორისო მოთხოვნაა საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის და მათ შორის ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ხო და მართალია აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები პირიქით ფიქრობენ რომ სხვა რამის პროპაგანდა უნდა იყოს ამ 10%-ში მაგრამ სოფლიო საერთაშორისო ასე ვთქვათ სტანდარტით შემუშავდა მაუწყებლების ასოციაციის რომ აუცილებელია რომ იყოს ვთქვათ 10%. ევროპელებმა და რაღაც უცხოელებმა თუ არ გვითხრეს ჩვენები არაფრის გამკეთებლები არ არიან აგერ ვიბრძვი კაცი რაღაც ნუ იმედია გამომივა მაგრამ არა იქიდან რომ გეტყვიან მე რეაკეთებ კიდე კაი იმანაც გითხრა ხო კიდე კაი ეგ ერთი და ეხა არასამთავრობოები სხვადასხვა უმსგავსობების რეკლამას აკეთებენ ეგეც ვერ გავიგე აი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რატო უნდა დაეკითხოს ჭკუა ჩვენმა მაგალითად მთავრობამ ან რაღაც პარლამენტმა ვიღაცა გამოდის NGO რაღაცას ლაპარაკობს და მივარდებიან რა ქვია ტელევიზიები და იმას უნდა დაეკითხონ იმან უნდა თავისი აზრით გამოთქვას და არიქა ეგეც მე ვერ გავიგე თუ ვინმე ამიხსნის საინტერესო იქნება მადლობელი ვიქნები რა ყოველთვის ვიღაცას რაღაცა უნდა დაეკითხო ჩვენით გავაკეთოთ რა არა აზრის კითხვაში არ არის პრობლემა მთავარია ვინც ეკითხები ამ აზრს აბა რა და მე ის რას გირჩევს ეს არის მნიშვნელოვანი ხო ჩვენით გავაკეთოთ რაღაცა რა ახლა იმან რაღაც კომისიამ უცხოურმა რაღაცა გითხრა და ეგრე უნდა გააკეთო რატო იქ წაიკითხე კაი რაც არის ამოიღე ხო იქიდან აი ეს და რა გამოცდილების გაზიარება და იქნება შესაძლებელი აქ დავუშვათ ჩვენ ქვეყანას აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს ტერიტორიული პრობლემები გარდა იმისა რომ თქვათ აქვს სამთავრობო ან თუ გნებავთ სახელისუფლებო კრიზისი ან პოლიტიკური კრიზისი საზოგადოების შეუთანხმებლობა პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება საიდან უნდა დავიწყოთ რით უნდა დაიწყოთ ყველაფერი ერთდროულად ვერ გავაკეთებთ მე მიმაჩნია რომ ნაბიჯ ეტაპობრივად ყველაფერი უნდა გააკეთო ეხლა მაგალითად რავი აი მარტივი თემა ავიღოთ მაგალითად ტაქსების თემა ვთქვათ ამ ფერის უნდა იყოს ტაქსები და ასე შემდეგ რაღაც პრობლემები რაც არის ხო ეხლა დაიწყო ხალხმა რომ აუ რაღა ტაქსებით დაიწყეთ სხვა პრობლემა არა გენაცვალე ტაქსებიც უნდა მოგვარდეს მოძრბილად და სწორად აი მე ამ პროტესტის შემდგომ ამ ტაქსების ბეპატრონებს მაგალითად შეესაბამება რომ გადაღება აღარ იქნება საჭირო თქვა შეგიძლიათ სტიკერი თეთრი კი ბატონო ეხლა აი დეტალები არის უკვე ადვილი ანუ როცა მოლაპარაკება მიდის საზოგადოების ამა თუ იმ ფენასა და ხელისუფლებას შორის მაგ შემთხვევაში შეთანხმება არის შესაძლებელი ყველაფრით უნდა დაიწყო მე ამ ეს უბრალოდ მარტივი მაგალითი რომ მოიყვანეთ იმიტომ გამეჭდა მეც ხო აი ხა აი თუ კომუნიკაცია იქნება ყველაფრის მოგვარება იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა ხალხთან უნდა გაიარო რა ქვია უნდა ისაუბრო ხალხთან ამას შენით რაღაცას გადაწყვიტო ეგრეც არ არის მაგრამ ხალხის რჩეული იმიტომ ხარ რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო ხალხთან შეთანხმებით რა თქმა უნდა აი ეხლა რაღაც ჰესზე იყო ძალიან დიდი პრობლემა და დაიწყეს ეხლა აი ჰესის სხვა პრობლემა არა გაქვთ რა დროს ჰესის დროც არის ტაქსის დროც არის სიგარეტის პრობლემა ყველაფერი უნდა გააკეთო ყველაფერი და ესე არა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გააკეთოს ყველაფერი რა თქმა უნდა მდგომარეობა გაუმჯობესებს ადამიანებს
რა თქმა უნდა. ეხლა და არა თქვა თამბაქოს მოწევის ხელშეწყობა. არც ისე არ უნდა გაუძვირო, რომ იწულებული გახადო, რომ პური მოიკლოს და მაინც სიგარეტის მოწევას თავი არ დაანებოს. მაგრამ არც ის არ უნდა გააკეთო, რომ თქვა წაახალისო თამბაქოს მოწევა. წაახალისო სპორტული, ასე ვთქვათ, მეტი წახალისება რა გინდათ, ეხლა ერთ-ერთი პარტია ეწევიან კონკრეტულად აი ამ მარიხუანის პროპაგანდას და ქუჩაში არიგებენ, ვინც არიან ეხლა. ეხლა ეს სწორი არ არის ეს სწორი. მე კაცი კრივის ხელთათმანები რომ ვიდოს ეკრანზე ხალხმა დაინახოს რაღაც სიმბოლური დატვირთვა. სიმბოლური დატვირთვა ნამდვილად. ხო და ესენი დადიან და რაღაც მეებს აწევინებენ ხალხს. არ არის ეს სწორი რა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ეხლა იგივე სიტყვიან რომ აი რა დროს მარიხუანა შენ სხვა პრობლემები არ გაწუხებს თუ რა. ეგეც მაწუხებს. ტაქსიც მაწუხებს, ჰესიც მაწუხებს და რა ვიცი მე ავტომობილის ტექდათვალიერებაც მაწუხებს. ყველაფერი უნდა მოაგვარო, ნელ-ნელა ყველაფერი. შეხვედრებს თუ მართავთ უკვე მთაწმინდელ ამორჩევლებს და რაზე ამახვილებენ ისინი ძირითადად ყურადღებას? რა არის მნიშვნელოვანი მათთვის? შეხვედრები, რამდენიმე შეხვედრა უკვე გავმართე, სულ ძირითადად არის სულ სოციალური პრობლემები, სულ აი 90% არის სოციალური. სოციალური და ეხა მე სხვა ეთერშიც თქვი დეპუტატი არ უნდა პირდებოდეს რომ მე შენ იმ კედელს გაგიმაგრებ თუ ეგეთ რაღაცები ეს არის დეპუტატის საქმე ტყუილია უბრალოდ ტყუილი არის მაგრამ როგორ უნდა შეპირდე მოვლენ არჩევნებზე დაუგებენ ასვალს შემოახაზინებენ მე კარგად იყავი 5 და მაგრამ არის ერთი ნიუანსი ბატონოსო ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლებში ესეც შეიძლება წესების გარეშე ანუ არასწორად ბრძოლის მეთოდია ერთგვარი რომ თქვა თუ ხელისუფლება უჭერს მხარს კანდიდატს იმას მაშინ ასე ვთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობა ეხმარება გარკვეული პრობლემების მოგვარებაში ანუ დაპირდება იმას რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა აპირებს რომ გააკეთოს და შემდგომ რომ კეთდება ადგილობრივი თვითმმართველობასაც ქულა ეწერება და იმ დეპუტატობის კანდიდატს თუ დეპუტატს. ამას ქვია ელემენტარული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეხლა ეს კრიმინალი არ არის და უბრალოდ ფაქტია, ეგრე არის. ეხლა ვინც სამთავრობო მართველი პარტიის კანდიდატი ვინც არის, ეხლა ბანერებიც მაგათია, ყველაფერი მაგათი არის და უკვე დიდი უპირატესობა აქვს. ეხლა ზუსტად აი ამის დამარცხება მინდა მე. ხალხო, უპარტიო ვარ, არაფერში არ ვარ გასვლილი. ეხლა ამათ მიაჩნიათ რომ აი პოლიტიკოსი პროფესია თუ რამე უნივერსიტეტში ისწავლება თუ პოლიტიკოსი პროფესიაა, მაგრამ იმ შემთხვევაში როცა ადამიანი სპეციალურ განათლებას იღებს. ხო, მაგრამ შვარცენეგერი ცუდი პოლიტიკოსი იყო. ხო, კალიფორნიის გუბერნატორი. კალიფორნია არის ამერიკის ყველაზე შვარცენეგერი იყო კარგი გუბერნატორი, ასე შეგვიძლია ვთქვა. ხო, კარგი გუბერნატორი. მაგრამ როგორი პოლიტიკოსი იყო არ ვიცი. ხა გუბერნატორად იმას ხო არ დანიშნავენ არა? უცოდინა. შეიძლება იყოს კარგი დეპუტატი. შეიძლება ვალდებული ვარ რომ უნდა იყო კარგი დეპუტატი და კარგი დეპუტატობა მარტო იმას არ ნიშნავს აი წევანაც თქვით მარტო იმას არ ნიშნავს რომ რახან ის პატიოსანია და არ მოუპარია ფული კარგია არ არის კარგი ეგ ისედაც ეგრე არის არ უნდა მოიპაროს ისედაც ეგრე უნდა იყოს ეგ ისედაც ეგრეა აკი რო არ იპარავს ეგ ადამიანი პირს რო იმას რა ჰიგიენურია ის უნდა თქვა რომ გაიგვიძებ პირი უნდა დაიბარო რა დეპუტატი მაშინ ახლა როცა ხალხისთვის რაღაცას გააკეთებ აი ხა ამ ერთ წელიწადში აი პირველ ნომრად აი ეს ამაქვს რა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. ახლა ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო. კი, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ პირველი ხო ეს არის სიჯანსაღი, არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი. ჯანსაღი უნდა იყოს, ჯანსაღად უნდა აზროვნებდე და ერთი გამოთქმა არის კომუნისტებს დავესესხები, ჯანსაღს ხელში, ჯანსაღი სული არის. ეს არ არის კომუნისტების გამონათქვამი, მაგრამ კომუნისტებს ლოზუნგად ჰქონდათ. ლოზუნგი კი. გამოფენილი ეს რა თქმა უნდა. და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ? სრულიად ბუნებრივია დედაქალაქის მერიასთან მოგიწევთ კომუნიკაცია მთაწმინდელების პრობლემების მოსაგვარებლად. ანუ ყველა წერილი, რომელსაც გააგზავნით როგორც დეპუტატი თქვენი ამომრჩევლების პრობლემების მოსაგვარებლად, ეს იქნება თქვათ სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში იქნება ეს თუ თქვათ ადგილობრივ თვითმმართველობაში, მერიაში ან თაწმინდის გამგეობაში, ყველა შემთხვევაში კომუნიკაცია გექნება. კი ბატონო. აი ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან რა.
საბურთალოზე ადრე ავირჩიეთ ერთ-ერთი დეპუტატი საკრებულოში. ახლა ჩემი ერთ-ერთი კონკურენტის გვერდით ადგას და ეხმარება. ხო და თხოვეს სადარბაზომ ჩემმა მშობლებმაც ხო ტრაფარეტი ლამაზად რომ განათავსონ იმ საბურთალოზე და ჩვენ ქუჩაზე. იმიტომ ხან სასწრაფო ვერ აგნებს, ხან ისე ხალხი ვერ აგნებს, არაფერი არ ხარ. ეხლა შემიძლია მეც ავიღო საღებავით ლამაზად დავხატო, მაგრამ არა მიუღებელია ხა. ფირნიში რო გააკეთე, ძალიან მარტივი ეს. ესე იგი 4 თუ 5 წლის წინ რა. მივმართე ჩვენს დეპუტატს, დამაკვალიანა დეპუტატს იმაში საკრებულოში. კი ბატონო სოსო, ეს ფორმით დამაკვალიანა ამას. დავწერეთ წერილი. მომივიდა პასუხი ბატონო იოსებ ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის ბიუჯეტშიო. იმის მერე გავიდა ან 4 ან 5 წელი. იმ სახზე იქ აღარ ცხოვრობ. იმ სახზე ეხლაც არ არის ტრაფარეტი. ეხლაც არ არის. არა და ერთი ლითონის ფირფიტა რო აგებო და თვითონ საღებავით ეს დაგეწერა, არც არავისთვის არაფრის გაგზავნა დაგჭირდებოდა და არც არაფერი. არა, ეს ხო გამოცდა რა უნდა გააკეთოს. ეს ხო ფირნიშები ხო ერთნაირი უნდა იყოს, ყველაფრო თავისებურად გახადოს და დაწეროს და გააკრას თავისად. აი ესეთი აი უნდა გააკეთებინო უბრალოდ რა. აი უნდა მიხვიდე გააკეთებინო რა. აფერს არ აკეთებენ. თუ აკეთებენ ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. შედეგი არ არის რა. თვალნათლივ არ არის. აი ეს მინდა რომ პროგრესი უნდა იგრძნობოდეს და განამართლა არ აკეთებენ. 1000 რამეს აკეთებენ, მაგრამ არ არის რა, მაინც ისეთი რატომ არის მაინც ისეთი განწყობა განცდა, რომ რაღაცა ისე ვერ კეთდება, როგორც საჭიროა, რაღაცას ბოლომდე არ აკეთებენ, რაღაცას გულს არ უდებენ და ისე აკეთებენ. რატომ თქვენი აზრით რა განაპირობა მოსახლეობაში ესეთი განწყობა ხელისუფლების მიმართ? იმიტომ რომ აი ეს ჭყუიალა კამფეტებს და იმეებს რომ დაანახებენ არჩევნების წინ, ეს ფიგურალურად ვამბობ. ეს ასვათის დაგება ხო უკვე სასაცილო თემაა ყოველ არჩევნებზე, ხა იმ შევარდნაძის დროს, იმის დროს, ამის დროს დაგიგებენ ასვალს, მივლენ შემოხაზავენ. კარგით რა ხალხნო რა, ეგრე არ არის რა. ეგრე არ არის, რაღაც ზღაპრებს მოგიყვებიან და მეორე არჩევნებზე კიდე იმ პარტიას აძლევენ ხმას. კიდე. არ არის ეგრე ხალხო, გამოფხიზდით. ეხა აი ამ არჩევნებზე მართველი პარტიის მხარდამჭერები დაარაზმულად, რა თქმა უნდა, მოვლენ თითქმის ყველა ძალიან ბევრი, ასევე ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი უფრო დაარაზმულად. დიახ, უფრო დაარაზმულად მივლენ სულ ყველა კუძე კაცი და იმ თავის შემოსახას რაღაც რამდენიღაც მცირე პროცენტს უეჭველი აიღებენ. და დანარჩენი ხალხი უბრალოდ არ მივა, ძალიან ცოტა მივა. აი იმის ბრალია, იმიტომ ვართ მაგათ ხელში, ხო? ესე იგი, თქვენი აღმრჩევლები არიან ისინი, ვისთვისაც მიუღებელია. ვინც არ მიდის არჩევნებზე. მართველი პარტია, ასევე ყოფილი ხელისუფლება. დიახ. პრინციპში ეს ახლა რაშია ეს საქმე? უნდა მიხვიდე და იმათ უნდა აჯობო. აი ამ ვინც არ მოგხსნს, აი მაგათ უნდა აჯობო. უფრო მეტია საერთაშორისო ყოველთვის უფრო მეტია შარშანდებმა არჩევნებმაც აჩვენა ეს რომ უფრო მეტი ადამიანი ვისაც მიუღებელია როგორც ხელისუფლება ასევე მით უფრო ყოფილი ხელისუფლება მაყურებელი ვიკავშირდება მოусვინოთ შეიძლება მთაწმინდიდან გვირეკავს და შეიძლება შეკითხვაც აქვს თქვენთან დიახ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ სამწუხაროდ კავშირი ვერ ხერხდება იმედია მოახერხებენ. რა მოთხოვნები აქვს ხალხს? აი დავუშვათ თქვენ რო ხვდები და ეუბნები და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამის გაკეთება ასაჭირო. ეს ცოტა სხვანაირი უბანია, ეს არ არის ესეთი თქვათ სტანდარტული უბანი, ასე ვთქვათ, როგორიც არის თბილისში სხვა უბნები. მე სოლოლაკში უბანი, ასე ვთქვათ, ასე ქვია, რაღაცა სამთავრობო დაწესებულებები ამ უბანში, რაღაც სოლოლაკში დავიბადე მუზეუმები და ასე შემდეგ. მან დავიბადე სოლოლაკში ლერმონტოვის ქუჩაზე, გავიზარდე სკოლა მან დავამთავრე, მე გადავედით სხვაგან. რა პრობლემებიც იყო? მაშინ იყო ბრეჟნევის დრო. დიახ. აქ შევარდნაძე იყო. რა პრობლემებიც იყო მაშინ? ის პრობლემები არის ეხლაც. აი ერთ-ერთი აფერი არ გაკეთებულა. და პლუს ამას დაემატა უსახური შენობების ჩადგმა. ახლა
ახალი როგორ არ უნდა შენდებოდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ხო უნდა შეესაბამებოდეს არა იმ ისტორიულ არქიტექტურას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ ეხლა სოოლაკი თაცმინდა ისეთი სახლებია ზოგი, ისეთი რაღაც ნიმუში არის ხელოვნების, რომ ფასადებია ისეთი ბრწყინვალე რა. ის ფასადები უმეტესობა ბევრი გაკეთდა, მაგრამ ბევრი არის ისე მიგდებული, ისე გაბზარული, გამობზარული და გვერდით ჩაუდგავენ ბრახ, აი ესეთ რაღაც ბეტონის კორპუსს, რომელიც ეხლა მაგალითად სადღაც ვაზის უბანში ეს კორპუსი, ძველი კორპუსების ფონზე ლამაზი იქნება, მაგრამ ეხლა თაცმინდა სოლაკი არ ხვდება ეგ. ხო, ამიტომ არც არქიტექტურის სამსახური მუშაობს, აფერი არ არის რა და ესეც ხო უნდა გამოსწორდეს არა. უნდა ფასადი უნდა ქონდეს იმას ლამაზი, სიმპათიური, ეხლა ტურისტები დადიან და ეხლა ისტორიული უბანი ეუბნები და რაღაცა კორპუსი რო დგას ულამაზო. მაყურებელია პირდაპირ ეთერში ვნახოთ რას ფიქრობს. დიახ, გისმენთ. დიახ. ტექნიკური პრობლემა როგორც ჩანს, ხმა არ გვესმის ჩვენი მაყურებლების და ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ძნელელა იწურება. ბატონო იოსებ, თქვენი კოლეგები თუ არიან ჩართული თქვენთან ერთად საარჩევნო კამპანიაში? ყოველთვის ყველას, ასე ვთქვათ, როგორც ისე თავისი გუნდი ყავს. მაგალითად ვიღაცა არის იურისტები ეხმარებიან მას, ვიღაცა არის რაღაც სხვა პროფესიის ექიმები ცდილობენ რომ ხალხი დაარწმუნონ რომ აი კარგი ექიმია და კარგი ადამიანია და რაღაცა. თქვენთან როგორ არის ეს? ჩემი გუნდი არის ჩემი მეგობრები. დიახ. და ჩემი ბანკიც და დაფინანსება ჩემი მეგობრები, ეხა ერთმა გამოგზავნა რაღაც თანხა, მიდის ოსო აფიშებისთვის და ესე რა. ჩემი ოფისი ჩემი მანქანა არის. რა თქვა ასეთი შეხვედრები მოსახლეობასთან? დიახ. ეხა ეს დღეები ძალიან ცუდი ამინდები იყო, კაცშვილი არ გამოდიოდა გარეთ, ესე ვთქვათ, კლიმატურ პირობებზე ვარ დამოკიდებული, ხო. ნუ ეზოებში ეს მაინც რა თქმა უნდა თბილისური ეზოებია და ეზოში უნდა მე პირველი შეხვედრები დავიწყებ, პირველი მივედი ჩემს ყოფილ ეზოში, სადაც ცხოვრობდი. უკვე თქვი რომ იგივე პრობლემები, ზუსტად იგივე ყველაფერი, ზუსტად ისჭრიალებს, ისინგრევა და ასე შემდეგ. აი იგივე პრობლემები არის რა. აი ამისთვის მინდა რომ ჩვენ უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ხალხნო აი არსებობს კიდე რაღაც ნათელი წერტილი, ჭაობი არ არის, დამიჯერეთ ხალხო, არ არის ჭაობი საქართველოს, შეიძლება ყველაფრის გამოსწორება. თუ გააქვთ ურთიერთობა, ვთქვათ, მოქმედ დეპუტატებთან. ზოგს ვიცნობთ უშუალოდ და აი რაზე ამახვილებენ ისინი ყურადღებას, ვთქვათ, თვითონ რა პრობლემას წააწყდნენ პარლამენტში მუშაობის დროს და თქვენ თუ გირჩევენ რა იმეს, რომ აი რაზე უნდა გაამახვილოთ. მე ყველა მეუბნება მათ შორის ყოფილი დეპუტატებიც და სულ ყველა მეუბნება სოსო აი წესიერი ბიჭი ხარ რა გინდა მანდ ისეთი ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ან ჩვენ იქ უკვე ვიყავით და შენ რა გინდა იქ ხო ეს საინტერესო თავისთვის ემეტება ჩვენთვის არა მთლად ეგრეც არა ჩემი პასუხი არის აგერ წესიერი კაცი ხო უნდა იყოს არა პარლამენტში ეხა ფორმულებად ჩამოაყალიბეს რომ ან იურისტი უნდა იყო ან ის უნდა იყო ან რაღაც ეკონომისტი რატო უნდა იყო მე ახლა ინჟინერი ვარ დეპუტატი იდეალისტი უნდა იყოს ხო ჩემი კრიტერიუმი რა არის მე როგორ მიმაჩნია ახლა ხალხის რჩეული დეპუტატი პირველ რიგში უნდა იყოს პატრიოტი რა თქმა უნდა იყოს უწესიერესი პატიოსნება უკვე 10 პარტიაში ყოფნას უკვე აღარ არის ეგ პატიოსნება და ნუ რბილად რომ თქვა საშუალოზე ცოტა მეტი ინტელექტის კოეფიციენტი უნდა მაღალი უნდა გქონდეს ხო ეხა ამათ საკითხulis გააზრება ხოლმე შეძლოს კანონებზე უნდა იმუშაოს. საკითხulis გააზრება კი არა ბატონო ბონდო ეხა ფერებს ვერ არჩევენ წითელ და მწვანე ღილაკს. ხო, ეგ პრობლემაა სერიოზული. ლაპარაკო მე ის ვიღაც ჭკვიანი კაცი ბჭყალებში გამოდის ამდენი ლარით შენ კარგად უნდა იცხოვრო და თურმე უკვე კარგად ცხოვრობ მე იმან მეურემ თქვა საერთოდ 4 ლარი გეყოფა დღეშიო ეხა ეს უკვე ინტელექტიც არ არის თვითონ ერთ ჩანგარზე აქვს ის 4 ლარი და ისე ჭავს და სხვა 4 ლარად თლიანად უნდა მთელი დღე იკვებოს გასაგებია ნუ აი ესეთი პრობლემებია ეს უკვე ინტელექტიც არ არის პატიოსნებაც არ არის არც პატრიოტიზმი დამოკიდებულება ხალხის მიმართ აგდებული დამოკიდებულება არ უნდა კონდეს რა თქმა უნდა აი ეს ყველაფერი
მე უკავშირებ აი ამ სიით გასვლას, პარტიული სიით გასვლას. ეხლა ერთი კაცის ხათრით, თუ თქვა 2-3 მაგარი კაცის ხათრით გადის ეშელონად, გადის ვიღაც 100-ზე რო არა ხარ, თვითონაც 100-ზე არ არის, როგორ მოხდა იქ. და უხარია და რაღაც კედმაღლურად გელაპარაკება რა და ეგ უნდა გამოვასწოროთ რა და ადგილზე მივხედავ მაგათ სულ ყველას რა. ამის გამოსწორება არის შესაძლებელი ეს როგორ და ჩაიცა ორივე ხელთან. ერთმა ადამიანმა თუ არა მობზანდით ჩემთან დარბაზში და გასწავლე. ხო, ამის გამოსწორება შესაძლებელია, როდესაც დაინახა დეპუტატი, რომ მეორე დეპუტატი არასწორად იქცევა. ყოველ შემთხვევაში ჯობია ხელთათმანით, იმიტომ რომ შეიძლება ჩვეულებრივად ყბა მოტეხო ადამიანს და ეხლა ჯერ ყბა ნორმაში აქვს და რას ლაპარაკობენ და ყბა რომ მოტეხოთ, მაშინ რას ვსწავლთ. ამისთვის საჭირო არის საქართველოს პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან ერთი ცოტა კომიკური როგორ მომენტი არის. მოუხერხონ ასეთ დეპუტატებს, რომ გააჩუმონ ან პირიქით მამაჩემმა მომიყვა ბავშვობაში სკოლაში რო სწავლობ, ვინმე რო წაიჭუბებდაო. ხო სულ ჭუბობდი ხო ბავშვობაში. ფიზკულტურის მასწავლებელი ჩაარცმევდაო კრივის ხელთათმანებსო. და დააყენებდა ორივეს და აბა მიდით. ხო და ეგრე უნდა გაუკეთო აი ამ პარლამენტარებს რა. ეკრანებიდან ერთმანეთს აგინებენ, ურტყავენ ეს დარტყმაც არიციან. უნდა დააყენონ და აჩვენონ. დიდი მადლობა ბატონო სოსო სტუდიაში მობრძანებისთვის. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი იოსებ კობერიძე, ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი. აი ეს ხელთათმანები ბატონმა სოსომ სტუდიაში მოიტანა, რა თქმა უნდა, ისე წაიღებს თავის რინგზე. იმიტომ რომ ჩვენ სტუდიაში ეს არ ჭირდება და ასვაროთქოს ვერ პროფესიულად ვერ გამოვიყენებთ და ჯობია პროფესიონალს ჰქონდეს მისი ასე ვთქვათ პროფესიული ხელსაწყოები, ამ შემთხვევაში თქვენ ეს ხელთათმანები. მე ჟურნალისტი ბონდო ძინარაშვილი ვარ. დიდი მადლობა ბატონ სოსო სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ბუნებრივია საეთერო დროს უთმობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და ბატონი სოსო გახლავთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თაცმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თვითონ სულ ამბობს რომ არის დეპუტატი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ასე უნდა წარგადგინოთ და რაღაც თქმა გნებავდეთ. ერთი მინდა დავამატო ბოლო სიტყვა ხახნო მოდით არჩევნებზე აუცილებლად მოდით და მოდით ვანახოთ აი ამ სისტემას ყვითელი ბარათი. აი ესე უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი ვანახოთ სისტემას ყვითელი ბარათი, თორემ მე გაჩვენებ წითელ ბარათს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება საქართველოში. კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ ეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ბანკის სისხლობაში ობიექტივი საგანგებო გადაცემის მოამზადებს კვალიფიციურ ადამიანებს, პროფესიონალებს მოვიწვევთ და ისინი ახსნიან თუ რა მოხდა და